Ყველას დიდი სიყვარული გაძლიერეთ, გაიხარეთ სულიერი წინსვლამი და გისურვოთ უფრო მეტი ძალა სულიერი ქონოდეთ, ძალიან ბევრი რესურსი გჭირდება, დიდი ძალა გჭირდება იმისათვის, რომ ადამიანმა გაძლოს დღეს და ვთქვათ არ დასუსტეს და იმუნიტეტი არ დააკარგოს. დიდი სულიერი ძალა გჭირდება ადამიანს. ხილული ბრძოლები რა თქმა უნდა არის, რა თქმა უნდა, მაგრამ უხილავი ბრძოლებიც საკმაოდ ბევრია და ხილული თუ ხილავი ზოგჯერ ერთმანეთში ზღვარი, ასე ვთქვათ, ძალიან ფაქიზია ამ ხილულსა და უხილავ ბრძოლებს შორის ზღვარი. ამიტომ ვეცადოთ რომ უფრო მეტად ჩავრმავდეთ ჩვენს თავში, ვეძებოთ ჩვენ საკუთარ თავში უფრო მეტი ჩვენში არის ძალა ძალიან დიდი ღვთის მიერ მოცემული ნაპერწკალი უკვდავი, ნაპერწკალი აი ეს ხატება, რომელიც უნდა მსგავსებად იქცეს, მივამსგავსოთ უფალს მიემსგავსოს ადამიანს. ეს ჩადებული ღმერთის მიერ ჩადებული პროექტი ადამიანში ღვთის ხატების პროექტი. ეს ის პროექტია, რომელიც აუცილებლად გარდაიქმნას ღვთის მადლით მსგავსების პროექტად განხორციელება. ხატება მოგვეცა იმისაც, რომ მსგავსება აღვასრულოთ. ღვთის ნებით და ჩვენი მონდომებით, მორჩილებით, სიმშვიდით, სიყვარულით, ჩვენი ყველა უნარჩვევის წაღმა გამოყენებით. დაწყებული გონების უნარჩვევებიდან დამთავრებული გულის უნარჩვევები და სხვა კიდევ ადამიანური უამრავი ცენტრები ადამიანში, უამრავი ვთქვათ უნარჩვევებით, რომლებსაც ახლა აღარ ჩამოვთვლი დიდი თემა. ამიტომ ადამიანი საოცარი კოსმიური ჭურჭელია, მიკროკოსმია. მას აქვს სული, სამშვიდობელი სხეული, იგი ერთია მთლიანად, მაგრამ ეს რიცხვი 3 იდუმალად მასშიც ძევს, მასშიც არის. ადამიანის სხეულით მოკვდავია, სულით უკვდავია. ადამიანი მადლით ღმერთს მიემსგავსება, ღმერთი კი არ ხდება, მადლით უფალს მიემსგავსება. ადამიანი არის ის არსება, რომლისთვისაც ჩამოვიდა ძე ღვთისა, მოვიდა ძე ღვთისა, რათა იგი ღმერთს მიემსგავსოს. უფალი ჩამოვიდა მიწაზე, რათა ადამიანის ზეცად აღიყვანოს და შეეციოს მას და შეაძლებინოს ისეთი რამ, რაც მას თვითონ ადამიანს ცალკე არ შეუძლია. ამაში არის ქრისტეს ზალა, რომ რაც ჩვენ არ შეგვიძლია, მას შეუძლია, რომ მისი კურთხევით აღგვასრულებინოს. ჩვენი თავისუფალი ნების თანხმობით, რა თქმა უნდა. აი მინდა რომ გავაკეთოთ. ამიტომ ვეცადოთ რომ მეტი სულიერი ძალები, მეტი სულიერი, ასე ვთქვათ, მონდომება განვახორციელოთ. ჩვენი ძალები ძალიან ბევრია ჩვენში, ძალიან ბევრი შეგვიძლია, ბევრად უფრო მეტი შეგვიძლია, ვიდრე აი ახლა ვაკეთებთ და ვიდრე ვინდომებთ, უფრო მეტი უნდა მოვინდომოთ. რომ უფრო კარგად გავიგოთ, რანი ვართ, რატომ ვართ აქ, რატომ შექმნა უფალმა, რა არის ჩვენი წარმოშობის მიზეზი, ვინ შექმნა ჩვენ, რა არის ჩვენი აქ ცხოვრების ყოფიერების მიზეზი, რა ეგზისტენციაში ვცხოვრობთ, სადით მიიმართება ჩვენი ტერფები ქრისტეს ეკლესიის წიაღში, საით მივდივართ, როგორ ვცხოვრობთ დროში, რომ მარადიულობაში სად გადავალთ მერე. ამ დროში როგორ ვცხოვრობთ, ეს განსაზღვრავს მარადიულობის საკითხს. მარადიულობას კი ის კი არ არის, რომ დრო ნელა მიდის, ახანგრძლივია. მარადიულობაში დრო აღარ არის როგორც ესეთი. დროის ეს ძნელი შესაგრძნობა, მაგრამ შეგრძნებადი არის, განსაკუთრებით მაზიარებელი ადამიანისათვის. მარადიულობის შეგრძნება. აი რა არის ეს? ამისათვის გვაქვს ყველა საშუალება, ყველა პირობა მოცემული და ამაში გავძლიერდეთ. ამიტომ უფალი არის ის, ვინც ჩვენ გვაცოცხლებს, ვინც ჩვენ გვიხანგრძლივებს ყოველ დღეს. ჩვენ თავითვისით ვერცერთ მეხსოულ გაელვებას ვერ გავიხანგრძლივებთ. ის არის ის ზალა, რომელიც გვიხანგრძლივებს ჩვენს ყოფას. მასზე არის დამოკიდებული ჩვენი არსებობა, უფალზე, ქრისტესზე დამოკიდებული. აი ამაში ამიტომ გავაცნობიეროთ ეს და ვიცოდეთ, რა ზალა მიგვიწვის ჩვენ. რომ ქრისტეს სისხლი და ხორცი არის ის ზალა, ის ჩვენში უზარმაზარი შანსი იმისა, რომ ჩვენ ჰარმონიაში ვიყოთ უფალთან და ჩვენი ცხოვრება გაგრძელდეს სულიერი და რა თქმა უნდა ხორციელი და სულიერი. რომ მუდმივ კავშირში ვიყოთ ღმერთთან, ურთიერთობა ღმერთთან, ურთიერთობა მოყვასთან, ურთიერთობა საკუთარ თავთან, ჩაღრმავება თვით ჩაღრმავება, ასევე წოდებიც ესეა. წოდები ღვთის წინააღმდეგ, წოდები მოყვასის წინააღმდეგ ხარ და დიდი თემაა და წოდები საკუთარი თავის წინააღმდეგ. შენდობა ვითხოვოთ ყველა მციფრში, ყველა რაც კი დამუშავებია, რომ უფრო სისხლი და ხორცი მოწყურებულები, დამშეულები, სულიერ მადლს შვიდად და წყნარად მივიღოთ ქრისტეს სისხლი და ხორცი და შევისისხორცოთ მისი მადლი მოცემული. ეს თქვენთვის აღესრულება, ეს ზღვენი და ეს თქვენთვის შეწება მრევლისთვის აღესრულება და ეს მსხვერპლი თქვენთვის არის მოცემული. ეს თქვენთვის გაიღო უფალმა სისხლი და წყალი დაღვარა, რომ ჩვენ მიგვეღოს სისხლი და ხორცი ქრისტეს უფალის
წყალობა ქრისტესი ეს და ვითხოვოთ ეს რომ მერთმა მოგცეს ეს როგორც დაუმსახურებელი წყალობა ჩვენთვის მოცემული არა ჩვენი დამსახურებით არა ჩვენი მომზადებით არა ჩვენი ვარგისიანობით არამედ დაუმსახურებელი წყალობა ღვთისაგან მოცემული მადლობდეთ მუდამ ყველაფრისათვის ღმერთს უმადური ადამიანი დღეს უმადური ხვალმოღალატე ზე გამყიდველია და ასე შემდეგ აღარ მიდახა ნეგატივზე ამიტომ მადლობა ყველაფრისათვის ნეგატივი როგონია ესიც პოზიტივია ჯამში როდესაც დისტანცირდები და შეხედავ მოვლენებს სხვა რაკურსით გამთლიანება და სინთეზირება მოხდება და ის ნეგატივი და უარყოფის რო ეძახი შემდეგ ისიც დადებითი ხდება იმ გლობალური სიმბოლიზირებს ის ნეგატივიც თავის ადგილს იჭერს და ისიც არის იქ სადაც უნდა იყოს და შემთხვევით ხდები რომ ისიც შემთხვევითობა არ იყო ისიც მადლობდეთ იმისათვისაც ყველაფრისთვის ამიტომ მადლობდეთ მაინც მადლობა გექნებათ საქმეზე მადლობდეთ ღმერთს ხილული თუ უხილავი გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი კეთილის ყოფისათვის უფლის მიერ გაღებული ჩვენთვის ყველაფერი იმისათვის რასაც ჩვენ ვაცნობიერებთ თუ ვერ ვაცნობიერებთ ჩვენი შეზღუდულობის გამო მაგრამ მადლობდეთ ფონად ვლოცულობდეთ და ვიხაროდეს რატომაც არა სახარება სიხარული ვიხაროდეს უნდა რომ უფლის მორწმუნეები ხართ და ღმერთმა გამოგიხსნა თქვენ ამაზე მეტი სიხარული რა უნდა იყოს რომ ქრისტე არის თქვენი ღმერთი და ჭეშმარიტ ღმერთს ადიდებთ მამასა და ძესა და წმინდასასულს სამყაროს შემოქმნათ უფალს მონოთეიზმს მივყვებით ჩვენ ერთი ღმერთის ტრინიტარულ სახარებისეულ მონოთეიზმს რომელშიც ვართ რომლის სწავლებასაც სახარებისეულს ჩვენ ვიღებთ და ვისისხორცებთ ღვთაებრივ აი ამ ასპექტს უფლისა რომ ერთია მაგრამ სამგვამოვანია მაგრამ ერთია ეს საოცარი ახალი მახქმის ტრინიტარული მონოთეიზმია რომელიც ახალ გამოცხადებას იძლევა ღვთის ჩვენთვის გამოცხადება და არა ადამიანური ფაქტორი გამოცხადება ეს არის სრული ღვთისადმი ჩვენთვის მოცემული სწავლება არის გამოცხადება ღვთისა არის გამოცხადებითი რელიგია ღვთივ გამოცხადებული რელიგია და არის ადამიანური ან დაცემული სულების მოცემული სწავლებები ეს დიდი თემაა სრულყოფილია ქრისტიანული მართლმადიდებლობის სწავლება სრულყოფილი არის სწავლება ესე რომელშიც იღურება ჩვენს გონებასა და გულში და გასმენს მას აბსოლუტურ რეალობას გვაზიარებს და ჩვენივე სულში ჩვენივე გულში შემოდის და ის რაც ჩვენში შემოდის გვავსებს მთელი მადლით განს სულიერს გვაძლევს ის მიწიერის ხოვრება ეს მხოლოდ ანარეკლია სასუფეველის რეალობისა ნეტარება მიწიერი ანარეკლია ზეციურ რეალობისა მიწიერის სიმდიდრე არაფერი არის აჩრდილია თავარი არის სულიერი სიმდიდრე უხილავი მადლი და უხილავი ძალა და უხილავი ბონუსი ასე თქვა ცუდი სიტყვა ახლა ეს რაღაცა უხილავი ჯილდო ყველა მიწიერ ბონუსს აღემატება უხილავი ჯილდო და უხილავი წყალობა უხილავი ამაღლება ღვთისა ჩვენი დამდაბლების ფონზე არ ჯობია ვიდრე რაღაც ხილულ ზიზულ პიპლებს შავებღაო ჯობ რა თქმა უნდა ჯობია აი ეს ყველაფერი ჩვენთვის მოცემულია და ამის ცდელობა ჩვენი თანხმობით უნდა განვახორციელოთ რაშიც ყველას წარმატებად გისურვებთ მადლობისა ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა ამინ